კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის კურიერი 3 საათზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8 იანვარს საქართველოში აღარ ჩამოვა დისკუსიებისა და მკაფიო განხილვის შემდეგ მე გადავწყვეტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში მდრომდე, ვიდრე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ მოусმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ მხარდაჭერა ეუთო ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში, წერს პია კაუმას სოციალურ პლატფორმა X-ა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიტიკური დისკუსია და მოწოდებები ოპოზიციურმა პარტიებმა წერილით მიმართეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. განცხადებები იმის თაობაზე, რომ ვიზიტი მიზანშეწონილი არ იყო, გააკეთეს ჯო ვილსონმა, მიხაილ როთიმ და რასა იუკნევიჩიანემ. კეთი ზანთარაია განაგრძობს თემაზე საუბარს. კეთი, რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება პია კაუმას მიერ თბილისში ვიზიტის გადადებაზე? ვიზიტი გადადებულია და მიზეზებთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ინტერნეტ პლატფორმა X ისაუბრა. დაახლოებით 1 საათის წინ პია კაუმამ დაადასტურა, რომ ეს ვიზიტი არის გადადებული და როგორც უკვე აღნიშნეთ, იმ დრომდე, ვიდრე მისივე თქმით არ იქნება ყველაზე ეფექტური ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა პროცესში. როგორც უკვე აღნიშნეთ, დღეს დაახლოებით 2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში აპირებდა ვიზიტს, თუმცა დაახლოებით 1 საათის წინ ცნობილი გახდა თავად პია კაუმას მხრიდან, რომ ეს ვიზიტი არის გადადებული. დისკუსიებისა და მკაფიო განხილვის შემდეგ მე გადავწყვეტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, ვიდრე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ უწინდებურად მზად ვართ მოვусმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ მხარდაჭერა ეუთო ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში. ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მისი მისამართით არაერთი კრიტიკა მოვისმინეთ და საკმაოდ მწვავე განცხადებები მას ამ ვიზიტის გამო აკრიტიკებდა როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიები, ასევე არაერთი უცხოელი პოლიტიკოსი. დღეს უკვე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი მადლობელი არიან პია კაუმასი, ვინაიდან გაითვალისწინა ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის. ჩვენ მოვისმინეთ ასევე ქართული ოცნების შეფასებები, სახელმწიფო გუნდის პოზიცია არის უცვლელი. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ განცხადებების და მოწოდებების მიღმა ოპოზიციის ერთადერთი ინტერესი არის ის, რომ ქვეყანა მოექცეს იზოლაციაში. ქართული საზოგადოების სახელით მინდა დიდი მადლობა გადავხადო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელმაც გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი, მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამ ქვეყანაში, ამ კრიზისის მიზეზი და შესაბამისად მოიქცა და გადადო ეს ვიზიტი. აგრეთვე მადლობა მინდა გადავხადო ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც მყისიერად და ოპერატიულად დააფიქსირეს თავის მოსაზრება ყველგან, ყველა ფორმით და რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნა მათ შორის ჩვენი ქართული პოლიტიკური სპექტრის თხოვნა მიმართვა ოფიციალურ ღია წერილი, რომელთაც ჩვენ აუხსენით ეს ვითარება ქალბატონ პრეზიდენტს და ვთხოვეთ, რომ თავი შეიკავოს ამ მომენტში ამ ქვეყანაში ჩამოსვლაზე და ეს ასახულია მის ტვიტში. რადგანაც არ უნდა თავიანთი ტყუილების და მცრუ ნარატივების გამოაშკარავება, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ აღარ იქნებათ არავითარი ხელჩასაჭირი, რომ როგორმე მუხტი აიწიოს თბილისში და თბილისის ქუჩებში, ამიტომ ყველანაირად ებრძვიან სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და 1000 ბულინგს აწყობენ ხოლმე, მათ შორის სხვადასხვა სოციალურ ქსელში წერენ 1000 ტყუილს, რომ როგორმე ამ ადამიანებმა გადაიფიქრონ ვიზიტი იქნება თუ გადაიფიქრონ თანამშრომლობა ლეგიტიმურად არჩეულ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში 8 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა თავად პია კაუმამ, როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით 1 საათის წინ ინტერნეტ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ეს ვიზიტი არის გადადებული. მადლობა, კეთი ზანთარაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ვიზიტის გადადების გადაწყვეტილებამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს არაერთი წერილით მიმართეს. კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომა. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთიმ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. ვიზიტზე სოციალურ ქსელში დაწერა შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯო ვილსონმა გამოქვეყნა პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ვკითხულობთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა უნდა გადახედოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.
ამერიკის შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ. ამ ვიზიტის ორგანიზებაში თქვენი კეთილშობილური განზრახვის მიუხედავად, მშიშობ გარდაუვალია, რომ ქართული ოცნება არასწორად ახსნის თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო დადასტურების სიმბოლოს. პატივისცემით გთხოვთ, რომ გადახედოთ თქვენს დაგეგმილ ვიზიტს. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნების თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება. გადიან და უნდათ რომ იზოლაციაში მოაქციონ საქართველო და არა ქართული ოცნება, იმიტომ რომ ხელისუფლების იზოლაციაში მოქცევა შენი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას ნიშნავს. ვისაც ეს არ ესმის, ახლა რთულია ეს აუცნა. ეს არის ქართული ხალხის არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. თქვენ წარმოიდგინეთ რა სიტყვები, რომ ერთადერთ საკითხზე დაელაპარაკეთ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, სხვა დანარჩენი საკითხების გახსნა ამ ხელისუფლებასთან არ შეიძლება. ჩვეულებრივ ენაზე რომ თარგმნოთ, ნიშნავს, რომ ქართული ხალხი ჩვენ მხარს არ გვიჭერს, როგორც ჩანს, რაღაც მომავალში დაგვიჭერს და იქნებ თქვენ მოახერხოთ ამ ხელისუფლების ჩაწევა, დამხობა და შემდეგ ჩვენი ხელისუფლებაში მოყვანა ნებისმიერი მეთოდით. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ხალხს ეს არ უნდა. აი ეს არის პირდაპირ თარგმანი იმისა, რასაც აკეთებენ. რევოლუციური სცენარია და თუ თქვათ ღია პლატფორმებზე დაიწყება ამ საკითხების განხილვა, მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, ვინ არის მართალი ამ საკითხში. მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ არავითარ მასობრივ გაყალბებას საქართველოში ადგილი არ ქონია. მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ ის ვინც ძალადობით პიროტექნიკას ესწოდა პოლიციელებს და შემდგომში რამდენჯერმე გააჩინა ხანძარი იმ შენობებში, სადაც ახლა ვიმყოფებით პარლამენტის სასახლეში. არავითარი პოლიტპატიმრები არ არიან, მაგრამ ეს ღიაობა არ აწყობთ, იმიტომ რომ იციან, რომ თვითონ მართლები არ არის და მაშინ ეს ნათელი გახდება. გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევები საქართველოში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სამედიცინო დირექტორის განცხადებით კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. ივანე ჩხაიძეს განმარტებით ქვეყანაში დღეს დომინანტი H1 ტიპის ვირუსია და პიკური პერიოდი იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ივანე ჩხაიძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რისკ ჯგუფში ბავშვები არიან. დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპი არის დადასტურებულ შემთხვევებში პირველ ადგილზე სიხშირის მიხედვით და აი ამ საერთო მაჩვენებელში უპირატესი სწორედ ეგრეთ წოდებული H1 ტიპის ვირუსია, პანდემიური ვირუსი, ხორის გრიპის ვირუსი სახელით ცნობილი. შესაბამისად, საქართველოში გვაქვს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება და მოლოდინი, რომ ეს მატება გაგრძელდება შემდეგი კვირეების განმავლობაშიც და ალბათ იანვარში მიაღწევს თავის პიკს. გრიპი და გრიპის მაგვარი შემთხვევების რაოდენობა ჯამში 2024-2025 წლის სეზონზე თითქმის იგივეა, რაც იყო შარშან. გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა 38 და მეტი. გრიპს ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე, უმადობა, ყველაფერი ეს ჯამში, რა თქმა უნდა, მდგომარეობის სიმძიმის მიმანიშნებელია, ამიტომ თუ აი ამ ნიშნების, აი ამ დაავადებისთვის სპეციფიური ნიშნების არსებობას ხედავთ თქვენ შვილში, აქ დღეს საქართველოში ვირუსი, რომელსაც შეუძლია ანალოგიური სიმპტომატიკის გამოწვევა, არ არსებობს. პირველ რიგში რისკი ჯგუფი არის 2 წლამდე ასაკის, უფრო ფართოდ 5 წლამდე ასაკის ბავშვები. 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში აი ამ პერიოდში ნოემბრის განსაკუთრებით პირველი ნახევრიდან დაწყებული ვაქცინაციის ჩატარება არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციული ღონისძიება. ამასთან ერთად ყველა ის ადამიანი, ყველა ის ბავშვი, რომელთანაც არ ჩატარებულა ვაქცინაცია, გრჩება სტანდარტული რეკომენდაციები, ეს არის ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ოთახების ხშირი განიერება და რამსთავარია კონტაქტების თავიდან აცილება.
საბერეჟი მომხდარი ტრაგედიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე გამოცხადდა გალის რაიონის სოფელში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების ბებია შეშის ზღუმელის დანთებისას ნავთი და ბენზინი აერია. ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, თუმცა სტაბილური. რაც შეეხება დაღუპულ ბავშვებს, ოჯახის ნათესავის ინფორმაციით ხედრებს არ გადმოასვენებენ და დაკრძალვა ოკუპირებულ გალის რაიონში გაიმართება. პაციენტი გადმოყვანილი იქნა რუხის კლინიკიდან კატასტროფის ბრიგადის მიერ თერმული დამწვრობით. პაციენტი შემოსვლისას ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, კონტაქტური ადეკვატური, აღნიშნებოდა მესამე ხარისხის დამწვრობა სახისა და ორივე წინამხრის არეში. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დამუშავების შეხვედრა და გადაყვანილი იქნა ქირურგულ გამყოფილებაში. კათოლიკოს პატრიარქის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს უსამძიმრებს დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში თქვენს ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. ერთდროულად 5 შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორც ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ. ეს განშორება კი დროებითია. უთუბალს მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეთ ვორდის ქართულ ენაზე ვიდეო მიმართვას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ საკუთარ ოჯახთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი. დიდი ბრიტანეთის სახელით მინდა გამოვხატო სამძიმარი ნათესავებსა და ახლობლების მიმართ. ამ შობას, მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას. თბილისში შეფასებები საგანია პოლიტიკური სიახლეები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. მთავრობების კრიზისზე დისკუსია მოყვა ორგანიზაცია ევროპის არჩევნების კვლევარის და ბლოგერ ნაზრედინის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსაც ის წერს, რომ ავსტრიაში მთავრობის მოლაპარაკებები ჩაიშალა, მოსალონელია კანცლერობის კანდიდატი გადადგა საფრანგეთში რამდენიმე კვირაში ისევ კოლაფსიელის მთავრობას ანალოგიური ვითარებაა გერმანიაშიც, მისივე შეფასებით ნიდერლანდებში უფუნქციო მთავრობაა, რომელიც პრაქტიკულად დაშლილია, თუმცა ჯერ არაოფიციალურად ესპანეთში მთავრობა ბიუჯეტის პროექტს ვერ ამტკიცებს, ბელგიას კი ისევ არ ყავს ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება. ევროპაში არის ამ სახეზე გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ როგორცაც ევროპა თანაც ფხიზლდება და ფაქტობრივად ის მართველი კლასი, რომელიც ევროპაში იყო გაბატონებული, მეორე პლანზე გადაინაცვლა. დღეს რეალურად ევროპაში ეს აქტორები დიდი ალბათობით შეიცვლებიან, მემარჯვენე ძალები გადმოვლენ წინა პლანზე და ის ძალები, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშტერებიან, შესაძლოა საერთოდ თამაშგარეთ დარჩნენ. საერთო ფონის გათვალისწინებით ჩვენ დღეს გვყავს ლეგიტიმური მთავრობა, გვყავს დამტკიცებული პარლამენტი, დამტკიცებული მთავრობის მეთაური ამ შემთხვევაში ბატონი ირაკლი კობახიძე, ასევე პრეზიდენტი და ეს ყველაფერი იმის წინაპირობაა, რომ საქართველოს განაგრძოს თავისი სტაბილური წინსვლა და განვითარება. ყველაზე მარტივად რომ თქვა, საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, უკვე ბოლო 3-4 წელს განმავლობაში, რაც ევროპის ქვეყნებისთვის პირდაპირ უწყობს საოცნებო ციფრი. სამწუხარო ვითარება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ეს არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც რიგ ქვეყნებში ახალი არჩევნები ელოდება მოსახლეობას, რიგ ქვეყნებში მთავრობა ვერ მტკიცდება. ამავდროულად ამ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები იქნება თუ მაღალი თანამდებობის პირები, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ ქვეყანაში აქვს უდიდესი გამოწვევა და ჩასატარებელი აქვს არჩევნები თუ დასაკომპლექტებელი აქვს მთავრობა და დასამტკიცებელი აქვს ბიუჯეტი, ამ დროს იცლიან და საქართველოს აკეთებენ
აკეთებენ განცხადებებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს აქვს ერთი განსაკუთრებული მისია გარკვეული ძალებისთვის. ამ მისიას საქართველო არ ასრულებს და მასზე იზოლების და მასზე თითის დაქნევის და მასზე შანტაჟის მიზნით ასეთი განცხადებები კეთდება. მაგრამ უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს, რომ რაც არ უნდა შანტაჟი იყოს, რაც არ უნდა თითის დაქნება იყოს, ღირსეულ ქართულ ხალხს ვერ გადაადგმევინებენ იმ ნაბიჯებს, რომ მერე შესრულდეს ლომჯარიას სურვილი და რუსთაველზე ბომბების ცეცხლის წვიმა წამოვიდეს. ასეთი რამე არ მოხდება, იმიტომ რომ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ქართული ოცნების გუნდი, ქართული ხალხის გვერდითქმის გარანტიით, რა თქმა უნდა. კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო როიტერი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობის წერს. ინფორმაციის თანახმად ტრუდო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს და კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტს 9 წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვებს. როგორც წყაროებობს, მიზეზი ლიბერალი პარლამენტარების მიმართვა, რომლებიც შეშფოთებული არიან გამოკითხვების უარყოფითი შედეგებით. რაც შეეხება საომარ მოქმედებებს, უკრაინაში რუსეთის ძალებმა ქვეყნის 9 რეგიონის მიმართულებით საბრძოლო დრონები გაუშვეს. თავდასხმის საშიშროების გამო ღამის განმავლობაში უკრაინის 11 რეგიონში საჰერო განგაში იყო გამოცხადებული. ფრონტის ხაზზე შეტაკებები არ წყდება. უკრაინული პორტალის Deep State-ის მონაცემებით ოკუპანტმა დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებით წინ წაიწია. მედიის ინფორმაციით ბრძოლები ქალაქ ტორეცკის ქუჩებში მიმდინარეობს, სადაც ოკუპანტი გადამწვარი მიწის ტაქტიკას იყენებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მრავალსართულიანი კორპუსი გაანადგუროს. Президент Трамп напряму мене ტრამპმა სატელეფონო საუბარში მითხრა, რომ ჩვენ შეხვედრას ელოდება. მასთან ჩემი ვიზიტი პირველი ან ერთ-ერთი პირველი იქნება. მე ვიცი, რომ მას საკუთარი ამერიკული საქმეები აქვს, თუმცა რაც საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება, ჩემი აზრით, ჩვენი საკითხი ტრამპისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. მას პუტინის შეჩერება შეუძლია, იმიტომ რომ პუტინს მისი ეშინია. ეს ფაქტია. ტრამპი დემოკრატიული სახელმწიფოს პრეზიდენტია და სამუდამოდ არ მოდის. ის პუტინი არ არის. არ მოვა 25 წლით. საკუთარი ვადით მოვა, მაგალითად 4 წლით. მეხუთე წელს კი პუტინი ომს დაიწყებს. ტრამპისთვის ეს მარტივი იქნება, ის რომ მის დროს ომი არ იყო, მის შემდეგ კი უკრაინა გაანადგურეს. ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ქალაქ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ახალი იერიჩებს 6 ადამიანი ემსხვერპლეს. საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო მედია წერს, რომ ტავნელები სიცივისგან იღუპებიან. ამავე ინფორმაციით ისრაელის ძალები ანკლავში შეზღუდული რაოდენობით ატარებს ჰუმანიტარულ ტვირთს, მათ შორის კარვებს, თბილ ტანსაცმელს და საბნებს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები შრომავლების მონაწილეობით ყატარში განახლდა. ენტონი ბლინკენმა სამხრეთ კორეაში ვიზიტი დაასრულა. სახელმწიფო მდივანმა მოლაპარაკებები ქვეყნის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელთა ჩოი სანგ მოკთან გამართა. პოლიტიკური კრიზისის ფონზე სამხრეთ კორეას სტაბილურობა უსურვა და აღნიშნა, რომ სრულად ენდობა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს. მხარემა ურთიერთობების გამყარებაზე ისაუბრა. შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გამოხატა ამერიკის მზაობა ჩრდილოეთ კორეის მიერ მოწყობილი შესაძლო პროვოკაციის შემთხვევაში სეულს მხარდაჭერა გამოუცხადოს. ამერიკაში დიდთოვლობის და ქარიშხლის გამო ზოგიერთ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და BBC წერს, რომ ამგვარი კლიმატური პირობები შესაძლოა აწლევის განმავლობაში უპრეცედენტო აღმოჩნდეს. საგანგებო მდგომარეობა მათ შორის ვაშინგტონში, ამასთან წითელი ნიშნული ამოქმედებული კანზასის, ვირჯინიის, კენტუკის, მისურის და არკანზასის შტატებშიც. განსაკუთრებული რეჟიმი კვირის ბოლომდე იმოქმედებს. ამედის გამო შებრხებით მუშაობს ტრანსპორტიც უკვე გადაიდო 3000-ზე მეტი ფრენა, 1700 რეისი კი გაუქმდა. ამის გამო შეფერხებებია დიდ ბრიტანეთშიც ბირმინგემის, ლივერპულის, ბრისტოლის, ნიუკასლის და ლიდსის აეროპორტებმა ასაფრენი ბილიკები ძლიერი თოვლის დაყენვის გამო დახურეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს 30-ზე მეტი ფრენა გაუქმებულია მანჩესტერში, გადადებულია 300-ზე მეტი რეისი. შეფერხება საქალაქთაშორისო და სარკინიგზო გადაადგილებაზეც. დიდთოვლობის გამო რეისები გაუქმდა. გერმანიის აეროპორტში შეფერხებით მუშაობს მიუნხენის, ფრანკფურტის, შტუტგარტის და ბერლინის აეროპორტები. Deutsche Welle-ის ინფორმაციით სულ 180 ავიარეისი გაუქმდა. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახური ყინვის და უხვი ნალექის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს.
გერმანიაში 1,300,000-ზე მეტმა მოქალაქემ პიროტექნიკის აკრძალვის პეტიციას ხელი მოაწერა. აღნიშნული ინიციატივით ქვეყნის პოლიციელთა პროფკავშირი გამოვიდა. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პიროტექნიკა სამართალდამცველების წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. პროფკავშირი მოუწოდებს მთავრობას გაითვალისწინოს ბევრ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკა და კერძო პირების მიერ პიროტექნიკის გამოყენება აკრძალოს. საუბარია გაყიდვის აკრძალვაზე იმ პირისთვის, ვისაც პიროტექნიკასთან პროფესიული საქმიანობა არ აკავშირებს. Deutsche Welle წერს, რომ გერმანიაში პიროტექნიკის გამოყენებას ახალი წლის დღეებში 5 ადამიანი ემსხვერპლა. ბერლინში არეულობის მოწყობის გამო 330 პირი დააკავეს, 13 პოლიციელმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ნიკოლეკიშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. თბილისის ყოფილი მერი და 3 მოწვევის პარლამენტის წევრი 77 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალვამდე სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა. ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პოლიტიკოსებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. დღეს განსაკუთრებულ ადამიანს ვაცილებთ. ნიკოლეკიშვილი პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უბრალოდ ქვეყნის და თბილისის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. ბატონი ნიკო ამას გარდა პარლამენტის 3 მოწვევის წევრი იყო და ამ ხრივაც განსაკუთრებული როლი აქვს მას შეტანილი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში. მინდა კიდევ ერთხელ მიუსამძირო მის ოჯახს, მის მეგობრებს, ახლოვეს საქართველოს და განსაკუთრებით დედაქალაქ თბილისს. ნიკოლეკიშვილი იყო კარგი თბილისელი ადამიანი, რომელმაც ძალიან რთულ დროს ამ ქვეყანაში ბევრი კარგი საქმე გააკეთა და ამ ქალაქში პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ხსოვნა უნდა მივაგოთ ყველა. ნიკო იყო ღირსეული ადამიანი, არაჩვეულებრივი ოჯახის პატრონი. აი ეხლაც ყურში მაქვს ნიკოს სიმღერა. ყველაფერი ქონდა ამ კაცს, როგორ მღეროდა, როგორ მუშაობდა, როგორ უყვარდა მეგობრები და ძალიან გული დამწვიდა. დღეს ყველა ამბავი ცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი ორიჯიზე, მე ამით გემშვიდობებით 6 საათამდე. დროებით.